კარგი პროექტია. და რა კარგი ხედი აქვს ფასიც საკმაოდ მისაღები. ალბათ ვიყიდე. იყიდე, რას უსდი, შეხედე რა კარგი ხედია. ყველაფერი კარგია. მართალი ხარ? ყიდულობ. დავიწყოთ გაფორმება. მოიცა კაცო, რას ყიდულობ? ეს ხედი დღეს არის და 2 წლის მერე იგივე ხედი იქნება, დარწმუნებული ხარ? წინ მიწის ნაკვეთი და საკადასტრო შეამოწმე? არა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ახლა? ძალიან დიდი, იმიტომ რომ წინ თუ კორპუსი აგიშენეს, შენი ბინის ღირებულება 15-20%-ით შემცირდება. შესაბამისად, მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უბანს, არამედ ტრანსპორტი როგორი უდგება, წინ როგორი ხედი აქვს და ძალიან ბევრი ფაქტორია, როდესაც უძრავ ქონებას ყიდულობ. მოიცა რა მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მშვენიერი ხედია, ძალიან კარგი რემონტიც და კარგი ვარიანტია. სწრაფად უნდა იყიდო ჩემი აზრით. რა ვქნა? დაუშვათ 5-10 წელში მოგინდა ამ ბინის გაყიდვა, ხო? წარმოიდგინე, რომ წინ თუ კორპუსი აგიშენეს და ამ ბინის ღირებულება დაეცა, ხო? ძალიან დიდ წაგებაში იქნები. შესაბამისად, გაქირავებაზე რო დაგჭირდეს, უფრო იაფად მოგიწევს გაქირავება. ამიტომ ძალიან ბევრ ამის უნდა დააკვირდე და ბინას უნდა შეხედო არა მხოლოდ როგორც შენაძენს, არამედ სამომავლო ინვესტიციას. იცი რა არის? მგონი მართალი ხარ რა. ჯობია რომ წავიდე და სხვაგან მოვწებნო. არა, მე არ მithქვამს რომ არ იყიდო. უბრალოდ სწრაფად ნუ მიიღებ ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ბინის და უძრავი ქონების შეძენა არის სერიოზული გადაწყვეტილება და ძალიან კარგად დაფიქრება უნდა და ბევრი რამის აწონ-დაწონვა და ისე უნდა მიიღო გადაწყვეტილება. შენ ახლა ძალიანაც ნუ გაგიხარდება. ავარ და შეხედე რა კარგი ხედი აქვს. ანა, მოკლედ, უძრავი ქონების შეძენა, როგორც ვთქვი, საპასუხისმგებლო საქმეა და მე აქ ჩამოვწერე რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს შენი შერჩეული ბინა, რომ ის კარგია თუ ცუდი რომ შევაფასოთ. და გავიაროთ ეხა ეტაპობრივად. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რა უბანშია. აჰა, სისულელე, უკვე სნობიზმი, რა შუაში არის, რომელ უბანშია ბინა. სნობიზმი არაფერს შუაში არ არის. აქ არ გულისხმობ მე რომ გლდანშია ბინა თუ ვერაზე, ხო? მაინც და მაინც ან რაღაცა ცენტრში უნდა იყოს. შეიძლება გარეუბანში იყოს ბინა, მაგრამ აი მდებარეობით თქვა მეტროსთან ახლოს იყოს, მწვანე, სიმწვანე მეტი იყოს, პარკინგის, ანუ სხვა კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს და თქვა ქალაქის ცენტრამდე ცოტა მეტი დრო ჭირდებოდეს, მაგრამ შეიძლება ცენტრში იყოს ბინა და ან რაღაცა სადღაც აღმართში იყოს, ან სამეზობლო არ ვარგოდეს, ან პარკინგი არ ქონდეს, ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება ქონდეს, მათ შორის ცენტრშიც ბინას. აი ახლა აქ რასაც ვაკვირდები, შენს კრიტერიუმებს, თითქმის ეს ბინა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ხო, ცენტრში არის. კი ბატონო. მეტროსთან მეტროსთანაც არის, ხო? კი. პარკინგიც გვაქვს, მშვენიერია. კარგი. მწვანე ზონები კი არის, მაგრამ ვისურვებდი რომ უფრო მეტი იყოს, ამიტომ არ არის ესე, ხო, ჩათვალე. მაღაზიებიც ახლოს არის. მაღაზიები ახლა ყველგან ახლოს არის თბილისში. მაღაზიები და სუპერმარკეტები. არის, ხო? ორივე. ორივე კი. აი მეზობლებზე როგორ გავიგო, ხმაური არის თუ არა, სხვათა შორის. ჩემი მომავალი მეზობლები 64 საფოლოუებენ და შეგიძლია შენც გამოყვე YouTube-ზე. ხო და მეზობლებს რაც შეეხება და ხმაურს, იცი რა, შეიძლება დღის განმავლობაში არ იყოს ისეთ ხმაური, ან მარტო მანქანების ხმაური იყოს. ამიტომ დღის სხვა მონაკვეთში მინდა, თქვა საღამოს გაიარე და რა ვიცი, შეიძლება მეზობლებს იქ შეკრება უყვართ ეზოში, დომინოს თამაში და დალევა და მაგ დროს ხმაურობა და მაინც სხვა დროსაც შეისწავლე ის გარემო, რახან აპირებ, ხო? 64 მონიშნე. კარგი. მზეც ეცემა. კარგია. სართული ბოლო სართულზე, იმიტომ გადავწყვიტე, რომ ფასი შედარებით შეღავათიანია. პირველი და ბოლო სართულები, როგორც წესი, უფრო იაფად იყიდება, იმიტომ რომ ზოგს არ უყვარს ბოლო სართულზე, შეიძლება იქ სახურავის პრობლემა შეიქმნას და რაღაც წყალი ჩამოვიდეს. პირველ სართულზე შეიძლება ნესტი იყოს, ან რაღაცა ზოგს ურჩევნია, რომ ცოტა მაღლა იყოს და კარგი ხედი ჰქონდეს. ზოგს უბრალოდ ურჩევნია, რომ ისეთი სართული იყოს, სადაც თქვათ ფეხით ავა, იმიტომ რომ შეიძლება ზოგს ლიფტში შესვლის ეშინოდეს და კლაუსტროფობია ქონდეს. ამიტომ ესე ძალიან ისეთია რა, ინდივიდუალური. ბოლო სართულებზე ხშირად პენტჰაუზებიც არის ახლა განთავსებული და ძალიან პრესტიჟულადაც ითვლება. ამიტომ ეს ძალიან ისეთია, როგორც შენ გადაწყვეტ. დატოვე ბოლოს ესე იგი. თბოიზოლაცია არის? ნუ ახლა გათბობა, რავი, ყველაფერი გამართულია. არა, ეხა არასწორია, გათბობა და თბოიზოლაცია სხვადასხვა რამეა. თბოიზოლაცია გულისხმობს, რომ ზაფხულში უნდა იყოს შედარებით გრილი ბინა და ზამთარში შედარებით თბილი და ანუ ენერგოეფექტური მასალები უნდა გამოიყენოს სამშენებლო კომპანიამ. იმიტომ რომ ზაფხულში
გააგრილების ხარჯი დაგეზოგება, კონდიციონერი ხო დენს სწავს ბევრს და ზამთარში კიდე ბუნებრივი აირის თანხა დაგეზოგება, იმიტომ რომ თუ კარგი და ენერგოეფექტური ბინა ნაკლებ ტემპერატურაზე დაგჭირდება გათბობის ჩართვა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორედ ეს თბოიზოლაცია და არა ეხა ის როგორ ზამთარში გათბობა გექნება ხო, მაგრამ სად რო 200 ლარის ის მოგივა ქვითარი და სად 150. მართალია, თბოიზოლაცია მე მგონი არ არის. რა მნიშვნელობა აქვს გათბობა ექნება ზამთარში და არ შესცივდება? და აი აქ კვადრატულობა ვერ გავიგე. აი ხო თავიდანვე ცხადი არის, რამდენ კვადრატულ ბინას ვყიდულობ, თავიდანვე მითხრეს რომ 100 კვადრატული იყო. ხო მესმის, მაგრამ ჯობია რომ მაინც შენით გაზომო. არის შესაბამისი ხელსაწყოები, ტელეფონშიც არის შესაძლებლობა რომ გაზომო რამდენი კვადრატულია, იმიტომ რომ იქ ხშირად რაღაც არასაცხოვრებელ ფართს არათვლიან, აივანი შეიძლება და ვერანდა ჩაგითვალონ საცხოვრებელ ფართში, ან მთლიან ფართად გიყან 100 კვადრატულია და 20 გამოვიდეს აივანი და ეხლა შეიძლება შენ საცხოვრებელი ფართი მეტი გინდოდეს, ამიტომ ჯობია რომ კვადრატულობა მაინც გადაამოწმო, მიხვიდე და უშუალოდ. თან მე ისიც უნდა გაითვალისწინო რომ რემონტის დროს ეს კვადრატულობა ცოტას იკლებს, იქ რაღაცა იქ იმას თაბაში მუყაოს აკეთებენ, იქ ცოტა ვიწროვდება, გალესვა, მოკლედ 1000 დეტალი აქვს მეტლახის დაგება და კაფელის. ხო, ესეც კვადრატულობა ჯობია რომ შეამოწმო. თუნდაც აი შენი ბინის მაგალითზე რომ განვიხილოთ რა, შეხედე ეს ორი აივანი ხო გაქვს, ამას უკვე 10 კვადრატი მიაქვს, ხო? ანუ 5 ერთია და 5 მეორე. აუ, კარგი რა, 10 კვადრატული მეტრის გამო ამდენი მელოჩნიკობა არ გამიგია რა. 10 კვადრატული სადღაც $15,000 კი გამოდის და ცოტაა? ხო, მეტი თუ არა. რემონტზე რა ხდება? ხო, აი აქ მე მგონი არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ მე თეთრი კარკასი მინდოდა და ეს ბინა უკვე გარემონტებულია. გარემონტებული ესე იგი. იცი რა არის, ვერ იტყვი რა ჯობია რა, ძალიან ინდივიდუალურია ეგეც. ვიღაცას ურჩევნია რომ თეთრი კარკასი იყიდოს და თვითონვე გაარემონტოს, იმიტომ რომ არ მოსწონს ის მასალები, რა მასალებითაც გაურემონტებს თქვა სამშენებლო და დეველოპერული კომპანია. ზოგს უბრალოდ დრო არ აქვს რომ ხელოსნებს დიოს მასალები და თან მან ხარჯების გასათვალისწინებელია. უნდა იცოდე რომ შეიძლება 20-30%-ით მეტი დაგიჯდეს, ვიდრე თავიდან გაცვლი ეს რემონტი, ხო? შესაბამისად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ, როგორც გადაწყვეტ. რაც შეეხება მწვანე კარკას, ხო, მწვანე კარკასში თითქოს ეს გაყვანილობა და ყველაფერი შედის, მაგრამ წერტილების დამატება მაინც გჭირდება და შესაბამისად დამატებითი ხარჯი მაინც ნაკლები ხარჯია, მაგრამ დამატებითი ხარჯი მაინც არის და მე მგონი ეს მწვანე კარკასი მაინც რაღაცა დეველოპერების მარკეტინგული ხრიკია, რა თეთრი კარკასის რაღაცა აპგრეიდი გააკეთეს თითქოს. ვეღარ გავიგე რა, ვიყიდო თუ არ ვიყიდო. დავიყალე უკვე ერთი თვე ამ რაღაცებზე დავრბივარ. მოიცემი. იცი რა მაინტერესებს? ეს ბინა იპოთეკით არის დატვირთული? არა, რა თქმა უნდა. და გააქვს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი? ნუ რადგან ამონაწერი სიტყვაზე მენდეთ. რას ნიშნავს სიტყვაზე გენდოთ? მა ჩვენი ამონაწერი. კარგი, დამელოდეთ, მოვიტან. რამდენი წვალება ყოფილა ეს ბინის ყიდვა რა? მე მგონი ჯობდა საერთოდ რომ შენებარეში მეყიდა. ნუ ეგრეც ვერ იტყვი, შენებარეში რო ყიდულობ, რამდენხანს უნდა ელოდო, ხო? ზოგი დაგპირდება რომ 2 წელიწადში დაასრულებს ბინას და შეიძლება 3 წელი დასჭირდეს. ამასობაში შენ თუ უნდა იქირავო ბინა ან ვიღაცასთან იცხოვრო, ესეც დამატებითი ან ხარჯი ან დისკომფორტია, ხო და შესაბამისად, ესე ვერ იტყვი რომ მაინც შენებარეში, ანუ ძალიან ინდივიდუალური ეს ამბავი და ყველამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორც მას და მის თქვათ ოჯახს აწყობს. და მართლა რა მაინტერესებს, დანაზოგი გაქვს თუ სესხით ყიდულობ ბინას? პატარა დანაზოგი მაქვს, მაგრამ ნაწილი სესხით უნდა გამოვიყენო. და პირობები იცი იყავი უკვე ბანკში? არა, ჯერ არ ყოფილვარ, წამყვდი. წამ. აი მოვიტანე ყველა საბუთი. გამარჯობა. დღეს დილით მეგელაპარაკეთ სესხთან დაკავშირებით და მეგესაუბრეთ. გამარჯობა, კი, რა თქმა უნდა, თქვენი პირადობა თუ შეიძლება? აი, ნებეთ პირადობა. ესე იგი, თქვენ გინდათ იპოთეკური სესხი, სადაც გარდა თქვათ ბინის ღირებულებისა, როგორც ხდები, რემონტის ხარჯებიც უნდა შეიყვანოთ. დიახ, რემონტის ხარჯებიც მინდა რომ შევიყვანოთ სესხში. სწორია, ოღონდ გაითვალისწინე, რომ ახლა რასაც დათვლი შეიძლება 20-30%-ით
გაგიძვირდეს, იმიტომ რომ იქ ხელოსნის ხარჯია, მასალები შეიძლება გაძვირდეს და ჯობია რომ ეს ხარჯი გაითვალისწინო და ეს ფასების ცვალებადობა და ყოველთვის რემონტის დროს და რაღაცა გაუთვალისწინებელი ხარჯები გქონდეს ჩამონათვალში რა და ის რა დამავიწყდა იცი რომ ამ შენ ბინას იქ რაღაცა კორპუსის მოსაკრებელი და ის რა მოსაკრებელი არის? აი რაღაცა ლიფტის ფული დალაგების სადარბაზოს მომსახურება რაღაცა ხო არის ეგეთი რაღაც კომპანიები რომ ემსახურებიან იქნება რაღაცა თანხა და ეგეც უნდა გაითვალისწინო ხარჯებში. არ ვიცოდი. პრინციპში ყველაფერი გასაგებია, მე აგიხსნით პირობებს თქვენი საკრედიტო ისტორია შევამოწმეთ და კარგი ისტორია გაქვთ, 3 თვის წინ დაგისრულებიათ ბოლოს სამხარებელს ესხის გადახდა და გადაცილებებიც არ ქონდათ, რასაც მე ახლა აქ ვუყურებ, დამტკიცების პრობლემა წესით არ გექნებათ, რისკების დეპარტამენტი განიხილავს იცით ამას. ჩვენ მოკლედ რაც არის როგორც შეფასდება, თქვა ბინის ღირებულება რო შეფასდება, იმაზე შეგვიძლია რომ დაახლოებით 15%-ით ნაკლები თანხა მოგცეთ, აი პირობითად რო გითხრათ, თქვა $100,000 თუ შეფასდება, შეგვიძლია რომ მოგცეთ თქვა $85,000 ეკვივალენტი, ოღონდ ლარში და ესეც უნდა გაითვალისწინოთ და სხვათა შორის 64-ის გაუნწერებისთვის უკეთესი პირობები გვაქვს. მართლა? არ ვიცოდი აქამდე გეთქვათ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და ასევე გამოგვიწერეთ სხვადასხვა სოციალურ არხებში. ესე იგი, ჯამში მჭირდება 150,000, 30,000 დანაზოგი მაქვს და ალბათ 120-ზე გავაფორმოთ. თქვენ გინდა დაახლოებით $100,000 ეკვივალენტი ლარში და ლარში გავცემთ სესხს. შემოსავალი რა ვალუტაში გაქვს? ლარში. ხო და ლარში უნდა აიღო რომ სავალუტო რისკისგან ეს დოლარი რომ გაძვირდეს და ლარი გაუფასურდეს, მე ხო მეტის გადახდა მოგიწევს, ამიტომ ყველა ვარიანტი როცა ლარში გაქვს შემოსავალი, სესხი უნდა აიღო ლარში და თუ უცხოურ ვალუტაში გაქვს, მე შეიძლება იფიქრო. მოკლედ შეგვიძლია რომ სესხი დაახლოებით 13%-ში იქნება, ნუ საბოლოო ჯამში რისკები და სტურებს ალბათ ამას, ნუ პლუს მინუს ცოტა, მაგრამ საშუალოდ 13%-ში იქნება იპოთეკური სესხი. გასაგებია კი, მაინტერესებს რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, გაცემის საკომისიო თუ არის, ასევე მაინტერესებს დაზღვევაში რა თანხას გადავიხდი და წინსწრების საკომისიო. აი აქ არის ყველა პირობა გაეცანით. 2 წუთით. აბა შევხედოთ. კი, რა თქმა უნდა და ხო მოკლედ გეტყვით ეფექტურ განაკვეთს ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში როგორც გითხარით სპეციალური რისკების ჯგუფი განიხილავს და საბოლოო პირობებს სესხის დამტკიცებულს მოგახსენებთ და შემდეგ შეგიძლიათ აუცილებლად უნდა გაეცნოთ რა თქმა უნდა სესხის ხელშეკრულებას. ისი ამ ბანკში რატომ მოხვედი მაინც და მაინც? რა ვიცი, ხელფასი აქ მე რიცხება და. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, როცა ამ ხელს სესხს იღებ, ჯობია რომ სხვა ბანკების პირობებიც გაიქო რა, სხვაგანაც ნახე ჯობია. აუცილებლად უნდა გადავალმოწმოთ სხვა ბანკის პირობები, თქვენც არ გეწყინებათ, საკმაოდ გრძელვადიანი სესხია და აქ 0.15%-ს მნიშვნელობა აქვს და დიდ თანხაზეა საუბარი. ამიტომ თან ბაზარზე ხო უნდა ვიცოდეთ რა პირობებია, იმიტომ რომ დაიწიოს საპროცენტო განაკვეთება, მე სხვა გორ დაგჭირდეს გადატანა პირობები, ჯობია რომ ვიცოდეთ, ამიტომ წავიდეთ სხვა ბანკშიც გადავალმოწმოთ. სხვათა შორის ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი სადაზღვევო კომპანიის პირობები სესხის დასაზღვევად. მადლობა, გამომიგზავნეთ თუ შეიძლება მეილზე თქვენი პირობები, დაზღვევებსაც გავეცნობი და დაგიბრუნდებით პასუხით. წავიდეთ ხო ჩვენ? სხვა ბანკშიც გადავალმოწმოთ რა პირობები. იცი რისი მეშინია? ამასობაში ის ბინა რო გაიყიდოს. გაიყიდება და გაიყიდოს. ბინების მეტი რა არის? ჯობია რომ სხვა ბინა იყიდო უკეთესი პირობებით სესხის, ვიდრე ეს იყიდო ცუდი პირობებით. ანუ მაგაზე არ ინერვიულო. მართალია. კაი, წავედით და ბარემ ოფისში გავიაროთ და ყავაც დავლიოთ. კარგი, ბრძანდებოდეთ. კარგად. Let's go. მადლობა, კარგად. გებო, იცი რა მაბნეოს? 13%, აი 120,000-ის 13%-ს რომ ვანგარიშობ ჩემით, რაღაც სრულიად სხვა რიცხვები გამოდის რა. და კრედიტ ოფიცერმა სრულიად სხვა თანხა მითხრა და რა ხდება? მგონია რომ რაღაცას მატყუებენ. არა, არ გატყუებენ, უბრალოდ სესხის პროცენტი ეგრე არ ითვლება. აბა როგორ ითვლება?
გეხვეწები ხა მაგას ცალკე ნუ მომაყოლებ, აგერ ცალკე დიდი ეპიზოდი მაქვს სესხების პროცენტის დათვალზე ჩაწერილი და აი უყურე აგერ. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ვიცოდეთ რისგან შედგება ეს სესხის პროცენტი. აი რაღაც კრედიტი ავიღე და რა სანამ ანას სესხების ეპიზოდს უყურებს, მე შეგახსენებთ, რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. TikTok-ი და Instagram-იც არ დაგავიწყდეთ. მართალია TikTok-ი, Instagram-ი, Facebook-იც უნდა გამოიწეროთ ჩვენი, რადგან იქ ვდებთ მოკლე ვიდეოებს, რაც ასევე ძალიან საინტერესო ამბებს გიყვებით. მოკლედ ეს იყო მესამე სეზონის მეორე ეპიზოდი ბინებზე და იპოთეკებზე. უყურეთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო და გახსოვდეთ, რომ ჩვენი ხარდამჭერია TBC. მომავალ შეხვედრამდე.